დღესდღეობით თამაში 100 ბრაულერია და რამდენიმე მათგანი თავისი მასკით მალავს მის სახეს. დღევანდელ ვიდეოში ყველა ბრაულერს მოვხვდით ნიღაბს და გაჩვენებთ ყველას ნიღბის გარეშე. სანამ თემაზე გადავიდოდეთ, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა, რადგან მალე ავიდეთ 200 გამომწვევ. და მოდი პირველ რიგში დავიწყოთ მეგობრებო დაძმა ბრაულერებით, რომლებიც არიან რა თქმა უნდა ლიონი და ნიტა. მათ სახეებს ვერ ხედავთ, რადგან მათ კაპიშონი თუ რაღაცა ქუდი აქვს წამოფარებული და მოდი ახლა ვნახოთ როგორი არიან ისინი მაგ ქუდის გარეშე. და აი ისინიც მეგობრებო ლიონი და ნიტა როგორები არიან მასკის გარეშე. ხო, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს გაინტერესებთ ელ პრიმო ნიღბის უკან, რადგან ელ პრიმო არის პირველი ბრაულერი თამაში, რომელსაც უკეთია ნიღაბი და ეკეთა დღემდე და უკეთია და რა ვიცი, მთელი ცხოვრება ეკეთება ალბათ. ამსკავსებდნენ ერთ-ერთ ანიმაციურ პერსონაჟს, მაგრამ ერთ-ერთმა ფანარტისტმა, რომელიც მუშაობს Brawl Stars-ის მოდელებზე და ასე შემდეგ, დახატა ელ პრიმოს სახე და აი ისიც მეგობრებო, აი ესეთი არის მეგობრებო ელ პრიმო ნიღბის გარეშე. და დიახ, ელ პრიმო არის მეგობრებო მექსიკელი და ძალიან მომწონს მე მისი რავი, ულვაშებით, თმას და ასე შემდეგ რა. ზუსტად ასე წარმომედგინა მე. და მოდი ახლა მეგობრებო გადავიდეთ ჩვენს პოკოზე. პოკო ვინც არის მეგობრებო არის მკვდარი, დიახ, მანამდე იყო ჩვეულებრივი ადამიანი, შემდეგ მოკვდა და გადაიქცა ესეთ არსებად. სამწუხაროდ ვერ ვხედავთ მის სახეს, რადგან აქვს ჩამოფარებული მაკიაჟი და არ ჩანს, მაგრამ ხედავთ მის ერთ-ერთ სკინში როგორი იყო მანამდე, როდესაც ადამიანი იყო. იცოდით მეგობრებო, რომ გრიფი სინამდვილეში არის ადამიანი და შიგნით, მის შიგნით აი ეს რაღაცა თავზე რაღაც რო აქვს დაფარებული, არის ადამიანი. ამას ამტკიცებს ისიც, რომ მისი ხელდათმანი არის გახეული და ვხედავთ მის თითს, ადამიანის თითს, რაც ამტკიცებს იმას, რომ შიგნით არის ადამიანი და აი ესეთი ადამიანი ზის შიგნით. სიმართლე რომ გითხრათ მეგობრებო, მე საერთოდ სხვანაირი წარმომედგინა ეს ადამიანი გრიფი საერთოდ სხვანაირი წარმომედგინა აქვს რაღაცა უცნაური თმა, რა თქმა უნდა უკეთია საყურე, მილიონერი და აქვს ფული და უკეთია რა, ოქროს საყურე და რა ვიცი, უცნაურია ჩემი აზრით, მე საერთოდ სხვანაირი წარმომედგინა გრიფი, მაგრამ რას ვიზავთ, ესეთი არის ის რეალურად. შემდეგი ბრაულერი მეგობრებო არის გრომი, ჩვენი რუსი ბრაულერი. ხო, ვინც არ იცოდით, გრომი რუსი არის მეგობრებო და გრომის სახეს ვერ ვხედავთ, რადგან აქვს მას წამოფარებული ჰუდი და ის მალავს მის სახეს. და ესეც გრომის რეალური სახე მეგობრებო კაპიშონის გარეშე. ჩვეულებრივ ღარიბ კაცს გავს განსაკუთრებული და არაფერი. შემდეგი ბრაულერი მეგობრებო კი არის თამაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი ბრაულერი და ეს არის ტარა მეგობრებო. როგორც Brawl Stars-ის ისტორია მოგვითხრობს, ტარა არის ძალიან დიდი ხნის, დაახლოებით 2 მილიონი წლის და მოდი ვნახოთ როგორი არის 2 მილიონი წლის ადამიანი, თუ შეიძლება ადამიანი უწოდოთ და აი ისიც მეგობრებო. და აი მეგობრებო ტარაც ნიღბის გარეშე ძალიან უცნაურად გამოიყურება, შუბლზე აქვს რაღაცა შრამივი, ძალიან დიდი შრამი, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ 2 მილიონი წლის ადამიანისთვის ძალიან კარგად გამოიყურება. ბას მთლიანი სახე უჭას, მაგრამ იმ ხელა სათვალე უკეთია, რომ სახეს კი არა, მარტო ცხვირს ხედავთ, მეგონია. მოდი უკვე ვნახოთ როგორ გამოიყურება ბაზე და ნახეთ რა საყვარელია, როგორი იღიმის. და მოდი მეგობრებო გადავიდეთ უკვე ძალიან საზღერობა სახეზე, არა, უფრო თეორიაზე, ესე რომ ვთქვათ. მოკლედ ჩვენ ხედავთ აქ მეგობრებო დაგის ქუდს, რომელიც თითქმის მთლიან სახეს და თავს უფარავს და მოდი ვნახოთ მისი ერთ-ერთი პინი, რომლიდანაც ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ თუ ერთი ცრემლი საიდან ჩამოსდის და მეორე საიდან ჩამოსდის. და მოდი უკვე ვნახოთ როგორი არის ის თავისი ქუდის გარეშე. და აი ისიც მეგობრებო დაგი ქუდის გარეშე. და თურმე თვალები საერთოდ სხვაგან მქონია და ჩვენ რომელიც გვეგონა თვალები, ისინი თურმე ყოფილა ნესტოები, რომელიც არ ახამხამებდა. ესეც ასე მეგობრებო, მოვჭით ჩვენი ვიდეო, იმედი მაქვს მოგეწონათ, აუცილებლად დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და დააკომენტარეთ ყველაზე მეტად ვისი სახე მოგეწონათ ამ ბრაულერებიდან. აბა თქვენით მეგობრებო, მომავალ შეხვედრამდე.